ეს არის სამარცხვინო გადაწყვეტილება და ამავდროულად ეს არის მორიგი, უხეში ჩარევა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში. ეს არის ხალხის ნების უპატივისმცემლობა და 1,100,000 ამომრჩევლის მიერ გამოხატული მხარდაჭერის იგნორირება მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მათთვის არ არის მისაღები ის ხელისუფლება, რომელსაც ქართველი ხალხი უკვე მე-9 ზედიზედ ირჩევს. ესტონეთის ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მათი მეგობრობა არც სიტყვებით და მით უმეტეს საქმითაც არ გამოიხატება რეალურ მეგობრობაში და ისინი არიან ორიენტირებული კონფრონტაციაზე და ადგილობრივ დონეზე გარკვეულწილად სიტუაციის რადიკალიზაციაზე. კარგად ხედავთ თუ რა ბინძური ძალა ებრძვის საქართველოს, თუმცა ყველაფერი დასრულდება მეგობრებო. 20 იანვრის შემდეგ, როდესაც ახალი ადმინისტრაცია დაიწყებს მუშაობას ამერიკის შეერთებულ შტატებში, დღეს რაც ხდება ზოგადად ევროპულ ღირებულებებთან არანაირი კავშირი არ აქვს.